26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა. ამ თარიღის აღნიშვნას საქართველოს მუსიკალური კონკურსით შეუერთდება. როგორც საკპატენტისა და საავტორო უფლებების ასოციაციის წარმომადგენლებმა მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, კონკურსანტებს მუსიკალური ნაწარმოების შექმნა ევარებათ. სიმღერის ტექსტის საავტორო უფლებების პატივისცემასა და მისი დაცვის მნიშვნელობას უნდა გამოხატავდეს. საკონკურსო ნაწარმოებები კი კონკურსანტებმა არაუგვიანეს 15 აპრილისა ნებისმიერი სახის ციფრულ მატარებელზე ჩაწერილი უნდა წარადგინონ. კონკურსის პირობა გახლავთ ის, რომ მუსიკალურ ნაწარმოებმა დააკმაყოფილოს მინიმალური სტანდარტი, იმისთვის, რომ ჟიურიმ მიიღოს გადაწყვეტილება და შეაფასოს ამ ნაწარმოების მხატვრული ღირებულება. კონკურსში გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ მოხდება ამ ნაწარმოების სტუდიური ჩანაწერის გაკეთება, ასევე მოხდება ამ ნაწარმოებზე მუსიკალური კლიპის გადაღება. წელს ინტელექტუალურ საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არჩეული იქნა, რომ თლიანად წელი ინტელექტუალურ საკუთრებაში ეძღვნება საავტორო უფლებებს და კერძოდ მუსიკალურ ნაწარმოებებს. სლოგანი ეს არის ხმა იმაღლი მუსიკისთვის და სწორედ ამ სლოგანის ფარგლებში ვაცხადეთ კონკურსს, იმისთვის რომ გამოვლენ იქნეს სიმღერა, რომელიც იქნება ჰიმნად